უნივერსიტეტთან პროგრესის ცენტრის წარმომადგენლებმა აქცია პერფორმანსი გამართეს. ისინი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. რექტორის არჩევნების პარალელურად აქციის მონაწილეები დღეს უნივერსიტეტთან ისევ შეიკრიბებიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის რექტორი, რომელიც არის პლაგიატიზმში ეჭვმიტანილი და დღესდღეობით ადამიანი, რომელიც უნდა იყოს სახე-სამეცნიერო სტანდარტების, პირდაპირ არღვევს უხეშად ამ სტანდარტებს და მითვისებით და სხვისი ნაშრომის მისაკუთრებით აგრძელებს თავისი პოსტისთვის, რექტორის პოსტისთვის ბრძოლას და თავის კარიერულ წარმატებას იქმნის, ასე ვთქვათ, სხვისი ნაშრომის მიტაცებაში. პირველი მოთხოვნა არის, რომ გიორგი შარვაშიძემ, რომელიც არის აკადემიურ კორუფციაში ეჭვმიტანილი, მოხსნას თავისი კანდიდატურა. მეორე მოთხოვნა არის, რომ გადაიდოს რექტორის არჩევნები და მესამე ჩვენი მოთხოვნა არის, რომ შეიქმნას ეროვნული კომისია, რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებისაგან, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლობისაგან და ეს კომისია გამოავლენს აკადემიური კორუფციის საკითხებს, რომელსაც ადგილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ანტიდასავლური პროპაგანდა სოციალურ ქსელში